გოჭი დაიჭერ როკი იჭერდა ქათამს რა ხედა დაიჭირე რა ბლეად რა ეგრე იწყებს ხათაშორის ვიდეო ვაპუტეთ ისე რა უკენია ჯერ ინსტაგრამზე მე რა ვიცი ჯეჯება ვერ ვიცანი მე რო ვიყავი მე რა ყვიდა მე არ ვიცხოვსო ვერ ვიცი ვაფშე არ ის ვით გადასულიყავი გაუმარჯოს მაყურებელს მის საყოლებელი პოდკასტი არის ეთერში და ჩვენი სტუმარი სად არის? ბეკაკარი შევიგე დაარტყი ვიდეო დიაღონთ რაბა როგორ გადასარევად თავად კარგად მე სხვათა შორის ხელსარელი არ მოსულ ვარ ესე მიყვარს უკვე მომწონს ესე დაწყება გადასარევად მანდა გუაშე ოღონდ ეს არის ჩემი მოლდოველი სტუდენტებისგან კი არა მოსწავლეებისგან ხო მოლდოვეთიდან რომელიც ჩამომიტანეს გუშინში და რაღაც ქართულ ჭაჭას გავსო არ ვიცი რა პროდაქცია რესპუბლიკა მოლდოვა მოლდოვური მე ის მეკონა რა ქვია ღვინო იქნებოდა თქო და ნუ არ ვიცი გავსინჯოთ მინდა რომ გავსინჯოთ იმიტომ რომ მესმა კი დავაგებ ეხავე მოდი გადაცემა მაინც რომ დარჩეს ბოლოს გავსინჯოთ არა ეს გავსინჯოთ თან დავილოცოთ ხო ისეთი პერიოდია რომ ბიჭო სტუმარმა სასმელი მოგიტანა ეხა გიორგი როგორ შეიძლება რომ არ გასინჯო და ის თან არა გვაქვს დანა სანა ბექა ჩამოასხამს სასმელს მანამდე შევახსენებ ჩვენ მაყურებელს რომ ჩვენი წარმოდგენი არის ლუდისა ქართული ნატურალური ჩიპსი ასევე ჩვენს გვერდით არის ლუდი ბავარია და ჩვენი მეგობარი ჩვენი ალკოსფერო არის ჩვენს გვერდით მათ სასმელებსაც გავსინჯავთ მაგრამ ეხლა სტუმრის მოტანილი სასმელი რო არ დავაგებოვნო მე არ შეიძლება გენაცვალე ეგრე მძიმეთ არის საქმე მოდი ამ ჭიქით ვაფშე არაფრის არომატი არა კაი ის ლიქიორია შეჩება რა დაიჭყანე მე მაგარი ის მქონდა ბებიაჩები აყენებდა ვარდის ბაბუ ამის აყენებდა ბიჭო არა ვარდის ფოთლებისგან ლიქიორსა არიცი ვარდის იმისგან მაგარი დაახლოებით ეგეთი არომატია მეგობრებო პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის ჩემი პირველი პოდკასტია და პირველი მოწვევა ზოგადად გადაცემაში რას მელაპარაკე გრები ვარ თილოცავთ ყველაფერს ერთად ხვალ უკვე შობა რა ვიცი გისურვებთ წარმატებას მადლობთ მიღწევას რაც 2025-ში ვერ მიაღწიეთ წელს მიაგეღწიოთ შვიდობას ქვეყანაში გენაცვალე კაცთაშინა სათნოებას და დიდება უფალს შენ გენაცვალე ყველაფერს საუკეთესოს უსურვებ უღრმესი მადლობა შენს რომ გვესტუმრე არ ვიცოდი ეგრე თუ იყო საქმე და არც დარიყავი და დაგიძახებთ აქამდე გასწავლე ორჯერ მოგიყვანდი ხვალ შემდეგ გადაცემაშიც ბექა ყავს სტუმრად რო იცოდეთ მოდ დავლევთ გადავიღოთ ბიჭო ლალიბრო დამირეკა სხვათაშორის სამარილეს მეთქი რომელში თქო რა ვეკითხები და იქო მეთქი რომელში ფული როა იქ თუ გინდა ეხა მორჩეს და გადავიხე აბა ჰე გაგვიმარჯოს გილოცავ ასევე მოგულოცავ ჩვენ მაყურებელს და რა ვიცი წარმატებული წელი ბიჭო გაგვიმარჯოს ზიმე არის და ვაფშე არა მძიმე აჰა ოშე ზიმე გეუბნები ლიქიორია ძალიან გემრიელი თან ძალიან გემრიელია სხვათაშორის ბიჭო სუნზე არ მომეწონა მე და მოიჩი ეს თუ პასიურ წარმოებაში არის ალკოსფეროს მიმართავ შემოიტანეთ რა მიჰაილ thank you brother ვაფშე ჩვეულებრივი გაიგემო ხო ძალიან აბა რა სიჩყანებოდი რა გინდოდა ძალიან ისეთია რბილი დასალევი რაღაცას გავს ძალიან რაღაც ის არომატი მოლდოვური ის მახსენდება რაღაცა ჭაჭას რო გავს მოლდოვური სასმელი გაქვია მაგას ქვია ვოდკა არის გასული ვა არა მოკლედ ახალი წელი და ეს ერთ-ერთი სიახლე რაც გვაქვს, მაგრამ ველოდებით ჯერ დამატებით ვიდეო ტეტრის დაბრუნდა. რა თქმა უნდა. გილოცავთ როგორ დაბრუნდით თან? გილოცავთ მაყურებელს, ვულოცავ ლალის ლიმს, ლალის ვულოცავ იქეთ. გიორგი შენს გილოცავ? არა, როგორ დაბრუნება ძალიან კაი ვიდეო გზახავს. მე არ მიყოლები. გუნდიში. აი რა. გადი აქედან. კი, მე ვნახე, კაი. ტეტრისი რა არის? ტეტრისი, ეგრე იწყებს ხათაშორის ვიდეო. ბაბუ ტეტრისი რა. ხო. არა, რატომღაც ხო. არა, კაი სინემატიკა იყო, მომეწონა, მაგრამ დანარჩენი სად არის? დანარჩენიც იქნება ძალიან მალე ეტაპი. აი, მონტაჟი კაი იყო? აი ესე რა.
არა ძალიან კაი იყო მაგრამ პირველზე გავედი სხვათა შორის ფილმების საქართველოში ანუ ყურებით ტრეილერებში ვიყავით პირველ ადგილს და იმიტომ რომ საქართველოს ტრეილერები არ გამოსულა არაფერი. არა. ამ პერიოდში არაფერი არ იყო. ვინ არის ჰეითერები? და ისაი საუკეთესო სპეციფექტები აიღეს. საუკეთესო მუსიკა. საუკეთესო სიუჟეტი. ბიჭო და ის რა ქვია, როგორია დაბრუნება, ანუ ხო არ ნერვიულობ ცოტას. მე ზოგადად კამერებთან ძალიან უცხოდ ვარ. სულ გეტყობოდა ტეტრისზე. მივხვდით იმისა, რომ თეატრალური მოხს დამთავრებული და არ ვიცი ისიც თუ არა თქვენ ეგ თურქეთში მსახიობი ვიყავი. კი, მაგაზეც მაქვს კითხვა. ხან ბუჩკი, ხან ხე, ხან ის, მაგრამ უკანა ფონზე ჩაგივლია. ბევრჯერ. მაინც აი რაღაც კამერების ის ვერ დავწლიე რა კომპლექსი. ჯანაირად. ერთი როლი მაქვს სხვათა შორის ძალიან კარგი. ლოთი ვიყავი, თქვენსავით ერთ-ერთ თურქულ სერიალში. თუ შეიძლება კარგად რომ ჩამოვა კონკრეტულად ხოლმე ვიზებ საუბრობთ. ორივეს გიყურებთ. მე დავანები ხო. ქივანჩ თათლი თუ არის ესეთი ცნობილი თურქი მსახიობი. ხო. ვინ? აი უცხოელი მსახიობი რო ავიღოთ თურქეთში არის ბრედ პიტი მოკლედ რა. და ვინ რა თქვი? ქივანჩ თათლი თუ ქივანჩ თათლი? თუ მეორე ნაწილია. ქივანჩ თათლი თუ. არა, ლოთი ვიყავი პროსტა და ესე ეს მეჭირა ბოთლი და მიაწოდეო ეხა ეს თუ დაგიждდებაო, იცოდე ოღონდ პირი არ დაადოო. არა მეჭირა ესე და მეთქე. აჰა. აი ჩემი როლი. მაგაზე გზელი როლი ქონია სერიალში. მაგაზე გზელი როლის ქონია, ოღონდ არ ვიცი ის კლიპი სად არის, ამერიკებმა გადაიღეს რაღაც კლიპი მშვიდობაზე, ჯარისკაცი ვიყავი. აჰა. მე ამერიკელი. მე ამერიკელი ჯარისკაცი. არა, ხელები ამიწევია ახლა. შენ ამერიკელი ჯარისკაცი ყველაზე მეტად მოგიხდებოდა. ქივანჩ თათლი თუს რა ფილმებს გვერდჩევდი? ჩარფუშმა. აჰა, ძალიან მაგარი. რომელი? ჩარფუშმა. 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 ჩარფუშმა დაბერა. ტარკანსუს მენ. გუნდიში. ჩარტი და ვიმღერებ. ტარკანს აი, ვეცოდი. ესეც ვერი. ოინა შენ ამის შენ ოინა გაუზარახი. შეკდო. ეგ ყველა მიცი. აი ადონერ აჯა ეპსი. შენ იცოდი ეს? რა? შენ მიდი შენ იმასკენი შენ რომელიც იცი. არ ვიცი. ია რო ქოქო თუ თა. ჩიჩიკიპიტა. ჩიჩიკიპიტა. მიდი. რა გინდა? შენ თვითონ დაიწყე მაგ თემაზე ლაპარაკი და მიდი. აი, მოიცა სხვა რამეს. ბეთლი თურქულების. სხვა რამეს ვკითხავ. ტრიო მანდილს უსმენ? ტრიო მანდილის ვიდეოს მიგზავნეს ჩემი მოსწავლე. რა მაგარიაო. რომელზე თქვა? აი ეს თაკო რომელიევასა? რაღაც იძახის, თაკო ტიჩ პანდუთ რაღაცას იძახის, რაღაცას არ მახსოვს. რას? არის ეგ ვიდეო? Spice Girls-ში რამდენი იყვნენ? 4-5. 4? ესე ნაკლები არის. სამიანი არ მახსენდება უცებ. რატო 4-ნი? ვირი მე 4. პანდური. პანდური. კაი, მოშეშვი ამ ტრიომ. აი როგორი იყო YouTube-ის გარეშე ცხოვრება. მე რამდენი წელია უკვე 8 წელია, 9 წელია ხო უკვე ჩვენ რაც YouTube-ზე ვარ. შენ რა მიდის 10? დავაი. არა, ეგრე ვარ 9 წელი. სერიოზული პასუხი გინდათ თუ ორი შერეული მიდი. სერიოზული პასუხი არის ესეთი, რომ YouTube-ის ჩვენი არქის დაშლის შემდეგ ჩემი თლიანი შემოსავალი და საარსებო ასე ვთქვათ წყარო იყო თურქული სერიალი. და მანამ თურქული სერიალი. დავრჩი ამ საარსებო წყაროს გარეშე და ძალიან ბევრი ვალით. ამის შემდეგ გავხსენე ჩემი ბარი, რომელიც ასევე დაიხურა. და უფრო მეტი ვალი. კიდევ ვა. ამის შემდეგ გადავწყვიტე რომ მეკეთებინა ის საქმე რაც გულით მიყვარს და წავიდე მოტოციკლეტი იყიდა და კიდევ უფრო მეტი ვალი. სხვადასხვა მოტოციკლეტი ვიყიდა იმის გამო რომ დამეწყო კურიერობა. მაგრამ ვერა. ძალიან რთულია. კურიერობა? კურიერობა. სადე ანუ ცადი და ძალიან რთულია. რა კუთხით ზამთარში დაიწყე თუ? ბიჭო, პირველივე დღეს დედის ტრაკი მაგინა ერთმა ქალმა ცად არის ჩემი შეგვეთაო. აღონთ მართლა დამირეკა და მრანძღა რა. რაიძომ ხალბა ანუ მაგი შეკვეთა არ ჩამე? რამე თუ მოხდა მოყები ეგეც. სანდელი ვერზე ვიყავ. შეკვეთა ავიღე ოღონდ მე მაშ ტელეფონზე რა. მივდიოდი და გზაში გამიუქმა. მეთქი კაი რა ვიცი, პირველი ის იყო ჩემი გასვლა. არც ანუ ფაქტობრივად არც მიმუშავია რა. მეორე შეკვეთა ავიღე დიღომში, დიდ დიღომში სადღაც ტრაქში ლოტკინიდან. შუაგზაში იმანაც გამიუქმა.
თან ცივა ყინავს იმენა მეთქი ამით ედაცმობა საღოლწმებო ვინც მან მუშაობთ იმენა და სახში მოვდივარ რა დაგრუზული იმენა იქ ტეტრისი დაიშალ იქ ბარი იმენა ვალები აუ იქ ვალები იქ და იმენა 1000 პრობლემა და ეს კალი მირეკავს და სერა ტაქსირებულო საწაიღე ჩემი ამანათი მეთქი ქალბატონო რა დამშვილი დამოსულ ვარ თქვენთან საერთოდ არც ამირია ეგ რო დამეკარგა ვიღაცა მისულა ჩემერე ტიპი რომელსაც აუღია ეს შეკვეთა და დამტყდა რა სადმე რო ხარ ხოლმე კიდე შეკვეთებს რომ ამზადები დახლი ხო აქვს ხოლმე ძირითადად წინ ესე გადმოწყობილი აქვს პროსტ შეკვეც ნომერი აწერია მე რო შევიდე ჩაფხუტით დავიღო აი ძალიან ბევრი ადგილია ეგეთი რომ აი ჩორტი ოზნაირად ვის შეკვეთას წავაყოლებ ხელს პროსტა კაცი შვილი არც ამოწ აი ძალიან ბევრი ეგეთ ფაქტს ვარ შესწრებული რა ნუ ვიღაც ტიპები შემოდიან ეხლა ისინი შემოდიან ინდუსი კურიერები კურატს და ხელს კიდევ მიდიან პლუს მაგას გუნდიშა გამიგებს ორბორბლიანი რა თქმა უნდა ზოლია რომ აი ურთულესია თბილისში და ზოგადად საქართველოში გადაადგილება. მეც კროლით დავდივარ ზო. ხო, შენც გამიგებ მაშინ. ბიჭო, მაგაზე ბევრს ვფიქრობ მეც რა, რომ ძალიან რთულია მეთქი და ძალიან საშიში. საშიში. და ჩემი მოტოციკლეტი არ ანვითარებს, ისეთ მაგ ძალიან მაქსიმალური სიჩქარე, აი შეიძლება 200-ით გაიო სტრიტია მაინც რა. და ძალიან მინდა ახალი მოტოციკლეტი, რომ ისეთ სიჩქარეს ანვითარებდეს, რომ რაღაც ტრამვების და რაღაცებისგან თავი დავიცვა და პირდაპირ დავიბრიდო ხოლმე. თუ რამე მოხდება რომ ანუ არანაირ ტკივილი არ არის 200 რო არ ვითარეს მაქსიმუმ მან რო თქვი უკვე აი კაცურად წარმატებით ერთანაზე არსებობს შეჩემ კი ტკივილს არის ბიჭო კაცურად რომ მოუკვდე რა მეგეთი მინდა ხა რა კაცურად 260 მე ის მაქვს ოცნება რა ქვია ბიჭო მე მეტეორზე რო დავეშვა ატომური ბომბი რო ჩაუშვა შუა მეტეორში და ის I don't wanna lose my მაქსიმალზე რო ავაფეთქო და ის რა ეგ არის კაცური სიკვდილი სიძე უნდა გეუნებოდეს რომ შენ ნამდვილი ადამიანი ხარ ხო ყველაზე დიდი შექება მომავალი სიძე ეგონა მაინც სხვა სიკვდილს აირჩევდი შენ ცოტნე წეროზე ხო რო გიჭირავს მაგით უიძლი ხელში რო გიჭირავს უიძლი საკმაოდ კარგი რუდია სხვათა შორის უღრმეს მადლობა გაიხარეთ გენაცვალე კი ნამდვილად მეც ხო და ის არის კიდე აბა თქვენ არის და დავინმე ხოლმე თქოს ჯანზე ხარ მოსული ზა ბეჭდით ისე დაიმსახურე რომ ბეჭდით ვაუ ჯანზე მოვედი კი ცოტა დავიკელი ახლა მოკლედ ბავშვობიდან გაგაცებული ვიყავი ამ ფიტნესით რა 16-17 წელს რო ვიყავი გავიარე ეს რაღაც კურსები საქართველოში და მე გავიარე ახლა ის ISSA-ის პროგრამა ეს არის საერთაშორისო ამერიკული სერტიფიკატი რა ყველაზე ძლიერი მოკლედ ერთ-ერთი Deep State-ის თემა ხო ხო და გადავწყვიტე რომ ის საქმე მეკეთებინა რომელიც მიყვარს და სადაც არ მაგინებდნენ. და მივედი და დავიწყე კაჩაობა. დავიწყე ტრენერობა, ფიტნეს ინსტრუქტორობა, ესე ვთქვათ. მე მეგონა რომ ის რა ქვია, თქვია უკვე ინსტრუქტორი ვარ. კი რა როგინები არავის. არა, მე მეგონა რომ ვარჯიში დაიწყო იმის გამო რომ აი ვალებიო და მე ვალები დაზევდნენ და არა, მე სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ დაგზავნენ. არ დამსწრებენ, იმიტომ რომ პატიოსნად მე კიდე აღმოვაჩინე არა ვიცოდი ეგ რეალურად მაგრამ რომ შენი ბრენდი შეიძლება ხო ეგრე ვთქვათ რომ შენი ბრენდი გაქვს ტანსაცმლის ან ბრენდი ხარ მოკლედ მე მოქვს ერთ-ერთი მაღაზია მაინც არ გავარეკლამებ გაარეკლამე კაცო აბა რა უნდა არ გადაირი სხვათა შორის მინდა ეს მაგ კიდე გაწავიდეთ რა თქვენ ვიდეოში პირველად მოხდა ანუ ხახმა არ იცოდა ეს ჩემი რო იყოს უმალავდი რა იმიტომ რომ რაღაც მიზეზების გამო მიჩევნია იყოს დამალული რო პირდაპირ სამსახურში არ მოგაკითხო არა იმიტომ რომ აი როგორ საქართველოს თემა ხო იცი ვიღაცა რომ მოგწერს ახლობელი ახლა ნაჩვენე ეგეთი რამდენი მაგრამ ძალიან ცოტა ბევრი კიდე სხვა მიზეზის გამო რა მიჩევნია მალული იყოს ეგ თემა მაგრამ ვინაიდან ოქტომბერში ამ ხელარხზე ითქვა და ძალიან მადლობა დიდი მადლობა ბიჭებს გენაცვალეს მადლობა პირიქით საერთოდ არ მოველოდი ბენიმ ჩააგდო ჩატში რომ ნახე რაღაც ბიჭებმა და ძალიან დიდი მადლობა მაგისთვის 2021 წელს დავიწყე ეს ჩემი ბიზნესი ბჭყალებში და იდეა იყო ესეთი რომ რომელიღაც ონლაინ მაღაზიას მივწერე რა მე რასაც ვყიდი ანუ ეხა ამ ტიპს მივწერე ამაზე. ხო და კაიო რაღაცა, მოკლედ თანხა ჩარიცხავთ, 14 დღეში ჩამოვა, მე მეორე ნაწილს მე გადაიხდით, ანუ ჩაოლებრივი რავი. ხო. ფულს ვიხდი იმაში, რომ ვიყიდო, ხო და ეხა მინდა. შენ გამოწერე მე ძმა და სხვა იმიდან მე მოვიდა, ჩამოვიდა. ანუ ხო იმაში კი არ ვიყდი ფულს შენ იცი რაღაცა და გამომიწერო რაღაც ბიძაკაცებმა რო იციან ხოლმე. ხო და მე ესეთი იდეა დამებადა რომ მე ჩემი მიზანი იყო რომ ეს პროდუქცია მქონოდა საქართველოში ადგილზე და
და ვიღაცას რომ მოუნდებოდა ყიდვა, გამეგზავნა იმ დღესვე რა და ანუ თუ რეგიონებში იყო უახლოეს პერიოდში რა და გამოვიწერე 4 ცალი ეს პროდუქტი, კიმონო. საფხულის პერიოდი იყო, რაღაცა ფოტოები გადავიღე, მეგობრებს შავაცვი. აი, ჰოიდა, აი, არაფერია. და წავიდა. არაფერი არ ხდებოდა, მოვიდა ახალი წელი. და გაიგიჟეს თავი. ახალი წელი. აუ, იმენა, ვიხვიძე ბიჭო თილას და ჩაცხსნიერი და აუ, რა ხირს, ყველგან რა ხირს იყო და მე აი მანდიდან უკვე დავიწყე უკვე სერიოზულად ასე ვთქვათ ჩალიჩი, გამოვიწერე რაღაც 20 წელი. სიტყვაზე. აუ, რა სერიოზული ბიზნესი მოხ. ხო, კაი რეკლამირება გავუკეთე, მე სერიოზული ფოტოსესია, რეკლამებში ფული ჩავდა ეს და უკვე 4 წელია, რაღაცა. ანუ კარგად მუშაობს რა, რაც თავი რეკლამები. კი, არ ვარ უკმაყოფილი. ხო. მე რა დასვაც გამოვიტანე ბიზნესი უნდა დაიწყო ახალი წლიწადების პერიოდში. ესეთი ბიზნესი ანუ არა მარტო ახალ წელს, ახლა დარწმუნებული ვარ ზოგადად ვის შენ ნანახი გაქვს შეხვედი საიტზე? რა თქმა უნდა არა, გასაგები. ისეთი კი იყო რომ აი შანსი არ არის რომ აი საიტზე ხო და მე რომ ნახე რომ ვათვალიერებდით არჩევა რო გვინდოდა რაღაც ძალიან მომეწონა ძალიან კაი ისტორია შენი პარადრა შესული მაქვს საიტზე რაღაცებს ვათვალიერებ. არა მართლა ვიცი. Instagram გვერდი. ერთი საღამოა მოკლედ რა მოხარებენ წერენ და თან ვალორანს თამაშობ და თან ჩაცხსნეი რა და პასუხობ აქ. მიდია ეს არ მივიძენ ჩაულ სტანდარტულ ისიც მე ვარ რა ქვია კურიერიც მე ვარ ის ოპერატორიც მე ვარ და რა ვიცი 80-ს და ხო და ვიღაცა ცოტნემ წერს რა სურათი უყენია ჯერ Instagram-ზე მე რა ვიცი ჯეჯება ვერ ვიცანი მე რო ვიყავი მე რა ყვიდა მე არ მithkomს ვერ ვიცი პროფაილზე უყელია რაღაცა ის ვაფშე არ მithkomს ეგ ვერ ვიცანი თქო არა მე მეგონა ვიზანი ჯეჯება ჯერ მოხარებელი რომ წერს არც ვამბობ რომ გითხრა ეგ მე არ მithkomს ეგ შენ მითხარი მეგონა მიცნობდიო შენ თუ იყავი რა არ ვიცოდი თქო ბარა ხო ანუ ის მეგონა მიცნობდი მაგათვით ვაფშე არ მომიწე მე ვიცოდი რომ შენ საქმე იყო და მე შენ ხო არ მოგწერე პირდაპირ ანუ მოვიწერე საიტზე და მე მგონია რომ ვიღაცა მუშაობს რა პროსტა ხო ასე ვიღაცა ყავს რა მაგ თემაზე და არ მინდოდა რა ეხლა ბეკას დაურეკე და არა ვიგე არ მინდოდა მაგაჩალეჩი ბეკას მივიწერ უფასოდ მოგწევს მე იასნია ყოველთვის ის ბიზნესია ძმაო მაგრამ საბოლოო ჯამში უფასოდ მოგწევ ყნოდა ხუთა და მაიმუნობს მე ვარ რაღაცები ხო და გავედი მოკლედ სამუშაოთ ეს ისე კურიერი ვარ ოღონდ ჩემი ბიზნესის რა ხო და რაღაც ერთ-ერთ შეკვეთაზე მივიტანე სადაც გავხდის არ ვიცი გამოდის ვიღაცა უყურებ ოქტოპუსის ხუდი აცვია ვა ვიღაცა ნიტო ტიპი არისო ნიტო წერებიანი ტიპია გამოდის რაღაცა და უყურებ თან ლიზები არ მიკეთია კიდე მოვჭუტეს თვალები გაიჩნდა ლუკა მე ახ მეთქი ჩემი ლუკა მითხო ბექა მომიტანაო ისო რა ქვია შეკვეთაო და მეთქი მაგისი არაა ბიზნესი შეკვეთები რატო დააქვს ხო ან მაგისთვის ვიყიდე რეალურად ეს მეორე მოტო რომელიც ეკონომიურია ბევრად რომ ჩემივე შეკვეთებს მე თვითონ ვარიგებ რატო უნდა უხადო სხვა კომპანიებს არა გაზიებით 200-იანია ეს 200-იანია კი და მიწვავს ლიტრანახევარი არა კაია მე მიხარია რომ იმის მიუხედავად რა ქვია მაგას პრობლემების მიუხედავად მაინც რა მოახერხე და შენი ისინი წინ წახვედი რა ბიზნესის კუთხით იქნება თუ პროფესიული კუთხით და დარბაზის ამბავში მაინტერესებს რომ აი ეხა აქედან გამომდინარეც მივხვდი ხო რომ ბევრი უცხოელი დადის ხო და რომ უცხოელი მოსწავლეები ინსტრუქტორი ვარ პრაიმფიტში პრაიმფიტი არის ერთადერთი პრემიუმ დარბაზი საქართველოში და შესაბამისად ფასებიც განსხვავებულია პრემიალური მოდი ეგრე რაღაც პრემიალური იმიტომ რომ საკმაოდ სოლიდური თანხა ღირს ინსტრუქტორიც და თვითონ დარბაზის. იმიტომ რომ დარბაზში გვაქვს ჯაკუზი, ჰამამი, მასაჟი, აუზი, დარბაზი. მან უფასოდ არ გამოვა, ხო? ყველაფერი. მან რომ მოვიდე, ფულს თუ გადაიხდი კარგად, ერთი ჩინელი ინსტრუქტორი ვარჯიშს მე. საერთოდ ჩამიგრა თვალი. ერთი ჩინელი ინსტრუქტორი ვარჯიშს. ხო და შესაბამისად, თავზე იძახის, ღვაზე იძახის. შესაბამისად, საქართველოში არ გვაქვს მაგის ბუფუნება რომ დარბაზში ამდენი ვიხადოთ მიუხედავად იმისა დადიან მაგრამ ძირითადი მომხმარებლები არიან მაინც უცხოელები შენი კონკრეტული მოვალეობაა ფიტნეს ინსტრუქტორი თუ ხო ინსტრუქტორი ვარ ხო და გააჩნია რამდენს გადაიხდი გააჩნია როგორც რამდენს გადაიხდი თუ შეთავსები სხვა რაღაცებში ფულ პაკეტს იღებ იქ პაკეტები გვაქვს სხვათაშორის 12 ვარჯიში პლუს გადახდაზე რელაქსი ვარჯიშის ვერ ფულებზე გამახსენდა ეხლა შენ ეხლა ცოტა ხანი აღარ
YouTube სივრცეში და ინფლუენსერობის თუ ინფლუენსერები ქვიათ ხო? იდეაში ერთ-ერთს მივწერეთ ჩვენ. ერთ-ერთი ინფლუენსერს ვინც გინდა რომ სტომად მოსულიყო რა. გოგოს ძუს. და სტუმრად რომ მოვიდეო, ფული მოგთხოვა. ანუ ძალიან არა, უბრალოდ ფული კი არ მოგთხოვა. ფული არ არის? კი, შენ არ ჩაგირიცხეს? შენთან ხო ჩაირიცხა სამლარ ნახევარი გაგჭირს. ფული მოგთხოვა და ფულის მოთხოვნას კაი, ნუ. ფული კი არ მოგთხოვნა, მოგთხოვნა. დამოცადე, ნუ იცი შენ ეს უზდელობები და ჩაშლები არ შეიძლება. ფულის მოთხოვნას არა უშავს კიდე რომ მოგწერს, კაი, ამდენად მოვალ, იმიტომ რომ თავის დროს აფასებს რაღაცა. პრაის ლისტი ჩაგვიგდო მე. ვაფშე ის გამოაგზავნა. სურათი არა სურათ მოყვა ისტორია და მე რატომ მეტყვით იმიტომ პრაის ლისტი ჩააგდო სადაც ეწერა რომ პოდკასტი ჯდება 500 ლარიო. ივენთი რომ ტარდება, ივენტზე პროსტა რომ მოვიდეს სტუმრად, აი უბრალოდ დაესწროს რაიმე ივენტს, მაგაში იღებს 300 ლარს რა. პროსტა რომ მოდის 300 ლარს უხდი, რამეს თუ იტყვის კიდე ზევიდან დაუმატებ და გააჩნია ხა რა ხდება მე რა. ბიჭო რა იცი, ჩემი აზრით ეს სადღაც მიღებულია სადმე. რა ღირს? დიდ რავი, თუნდაც ამერიკულ ჰეშტაგიო? ევროპულ იმაზე მედიაში არ ვიცი რა, მაგრამ საქართველოში ისე ვარ დაალაგებულები YouTube-ზე და TikTok-ზე და რაღაც ერთმანეთთან სტუმრობაში რავი ეხა ძალიან ისეთი მე მე გონია რომ ეს Instagram-ის ბრალი არა და Instagram-ზე რეალურად რაღაც 21000 გამომწერი ყავს ხო? მეტი არ ყავს, ნუ 20000 გამომწერი. არა, რამე კაი ტიპია გვიც მითხარით. აი ინტერვიუ და ის უწერია იმედგაცრუებაზე თუ არის რამე ის რა ქვია კომენტარი ნახე იმედგაცრუებაზე იყო ერთ-ერთი. რაზე? იმას სტუმარს დაუსვითო ერთ-ერთი ეს იქნებოდა. ყველაზე დიდი იმედგაცრუება ცხოვრება. ყველაზე დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა ეს. ბიჭო, ხო, რავი, მეც რა არის, იცი? არ ვიცი მინუთხრა რომ ეს კაია, რასაც აკეთებს, მაგრამ ნუ არ არის ეს კაი რა. მე პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ყველას თავის ისა, ყველა თავის დროს სხვადასხვანაირად აფასებს რაღაც, მაგრამ ერთადერთი რაც ის არის, გადაობა უბრალოდ არ მომწონს, ანუ მგონია YouTube-ზე ხა აქ რასაც ვაკეთებთ ან რაღაც, просто თვითონ YouTuberi და ის რო არ არის, მაგიტო აქ ალბათ ეგეთ შეხედულება თორე ბაზარი არ არის. ხო, ხა აქ სხვანაირად რავი, ხა აქ რო ითხოვდე მაგას თავიდან რო დაიწყო YouTube-ი საერთოდ რა. რა 500 ლარი საერთოდ რაღაც ყველა ხალხი ისე აკეთებ ანუ მთელი სასტავი ისე აკეთებდა ყველაფერს რომ შენ ჩემთან მოდი კამერა მათხოვე ის რა ქვია განათება მათხოვე და თვის ბოლოს თუ ააწყობდი სეტს რაღაცას გადაიღებდი იყო და ეგრე დავიწყეთ ტეტრისზე მივიდეთ ისევ თუ გინდა ჩვენ რო დავიწყეთ მოკლედ მოღვაწეობა ტეტრისმა ნუ ეს სახლებს ქირაობდით სახელები აქ შეგვიძლია სახელები რა ქიტა იმას ხომდა მიკროფონს ოზიგან ანუ სულ ხო ანუ ყველა რა არავის უარი არ ვთქვამს არაფერზე რა პირველად ჯანმრთელობა მამშივდა მადლობები გენაცვლები ლუდიზა ჩვენი დამგენი ბიჭო გაატანე სტუმარს ნატურალურ მოდი აქ ბიჭო მოიტან რანთვის საჩუქრები რო უყოს ეს გადაცემის ბოლოს მეგონა რომ იქნებოდა გადაცემის დასაწყისში გვინდოდა მაგრამ ვა მადლობა ძალიან დიდი თქვენ გადაცემის ბოლოს კიდე ერთს მოგცემ პროსტ ლუდისას და ბავარიას გენაცვალეს მო აი ხარეთ და ალკოსფეროს როდის უნდა გადავუხადოთ მადლობა თამაში გვექნება და მანდ გადავუხდით ალკოსფეროს ძალკე განსაკუთრებულ მადლობას ხო გიორგი იხარე ხო და ვალიმ დაგვიწერა ესეთი ხუმრობა რომ ბექას და გიორგი კალატოს შორის რა არის საერთო და არა თუ როგორ თქვა საერთო გაქვთ შენ და გიორგი კალატოს ის რომ ბებიები გიყურებენ და მათი შვილიშვილებიცო რა მაგრამ გიორგი კალატოს ბებიები რატო უყურებენ იუმორს გამ გაიგო შენ თემკულის სერიალების და ტეტრისის გამო იუმორინა და ოქტოპუსი გაგინდა შეჩემა გავათამაშე ცოტა თორე და ისე ეწერა და მეტანი პირდაპირ გავერთე რამდენი გადაგიხადეს კეთრი და ისა დაახლოებით ერთი რევინჯი იყო სულ არ იყო რაღაცა განსხვავებული ჩემი პრაის ლისტი რო ჩავუგდე ჩემ მენეჯერს 300 ლარა 500 ლირა იყო სადღაც რა დაახლოებით 500 ლირა რამდენია 500 ლირა მაშინ ლირობდა ეს არის 0.000 რაღაცა ტეტრები მაგრამ მაშინ მე მგონი ნახევარი იყო 50-ზე იყო 0.50 ხო ოღონდ ეს გადაღება მქონდა ყოველდღე მაგრამ რა არის 250 ლარი მაგრამ მაშინ ფულ სულ ყოველდღე მქონდა ილარებდა ძალიან რთული იყო სხვათა შორის მაგ გადაღებებზე სიარული იმიტომ რომ სტამბულში ცხოვრობდი წარმოიდგინე და ცხოვრობდი სტამბულის გლდანში და დავდიოდი სტამბულის რა ვიცი
არ უშუალო. ვარკეთილში. ხო, ვარკეთილში. მე ზღვით გადასული გავე. ზღვით გადავდიოდი. გადაჟორი ზღვით გადავდიოდი. არის. კარგი იყო, სხვადასხვა ზღვით გადავდიოდი. იმიტომ რომ იმან როგორ ელოდებოდა ეხლა რომ ვარკეთილი ეთქვა იმან რომ შორს იყო და ვერ მოიტმინა წინასწარ იცოდა რომ მანამდე მოვიდა ხუმრობა. კაი ხარ, სოდა კაი ხარ. აუ რა ტოპ შენთვის რა იგდე ხო იგდე. ოჩა. რა. გამოიცნო, გადაოდელი გადასვლები დამთავრებულია. გამოიცნო რა გინდა შეჭრა. არა, ზღვით გადავდიოდი, იმიტომ რომ სერიოზულად თქვი. აზიას და ევროპას ყოფს ბოსფორის სრუტე. და ჯერ ავტობუსით მივდიოდი ამ კადიქოიმდე, ეს კადიქოი არის აზიის ვაგზალი რა. აუ რა ჩვენ ენაზე რო გვიხატავს რა იგი ამ მომწონს. ვაგზალი კადიქოიდან გადავდიოდი ზღვით გემით ევროპის მხარეს და იქიდან კი ტრამვაით მივდიოდი, ანუ წარმოიდგინე სამი ტრანსპორტი რაღაც 3 საათი მაინც ჭირდებოდა რომ მივსულიყავი გადაღების. და ის ყოველ დღე იყავი, ანუ მასოვკის თემაში ხანსად იყავი, ხანსად გიდექი, თვითონ ეს სადაც ერთი ის იყო რა, ლოკაცია და მე იქიდან უკვე მარშრუტებით მივყავდით მიკროავტობუსებში. რეჟისორს ევასებოდა და ბომჟის როლზე ათამაშებდა ხოლმე. ლოტი ბომში. ლოტი ბარმენი. მომისმენე და ის რა ქვია მაგას, მაგრამ ეხლა რეალურად რო ვთქვა, დღეში 250 ლარი გამოდიოდა ხო, როგორც ვთქვი, სადღაც ეგრე. ნორმალური არაზღაურებაა მასოვკისთვის, იმიტომ რომ მე მიმიღია მონაწილეობა $3000 ავიღე ერთ გადაცემაში, ფო გადაცემაში კი არა, ერთ იმაში პროექტში არის Rover Weapon ამერიკელებისთვის რო იყო. ხო და მანდ რავი როგორც ეგ იყო ერთხელ რა. კაი ანაზღაურება არის მაინც რაც არ უნდა იყოს მით უმეტეს იმ დროისთვის რა. თეატრზე თქვენ ისეთ ვიდეოებს იღებთ რომ ეს ლეგიტიმური კითხვა არის. სამი მომენტი ყველაზე კარგი ტეტრისის გადაღებიდან, ყველაზე უხერხული და ყველაზე ცუდი. ეს უხერხული და ცუდი რო ერთი ვიდეო იყო შეიძლება ერთი კონკრეტული. როგორც გიხარდება. სამივე ერთი ვიდეო იყოს. კარგი იყო ვარშავის ვლოგი, ჩემთვის პირადად. ვარშავაში ოზისთან ერთად ბიჭები, კი, ოზისთან ერთად ვიყავით ლენდერასთან და ჩვენი ბიჭები რა და ძალიან კაი იყო, ანუ ჰობიტის გადაღებაზე იყავი? ჰობიტის დია. ეგ მახსენდება. კაი და ქუთაისის ვლოგი მიყვარს კიდე ძალიან. რებს ამბობოზისში. მე დავეთანხმე, როგორც არ ვიცი, რაც დავეთანხმე. ესეთი არავინ არ ჭამდა. ეს არის ყველაზე მაღალი ვინც ჩამოთო. აი მან დიხდებოდა უწესი ტეტრისი, ოზის, ლენდერა და ტატო რო ყოფილი. ტატო კენდო. კაიდია სადაჟო. ეს ლობა იქნება. უი შეიძლება ხარ თუ მე რა ვიყავი. უიავი, მართლა დაბლები ვარ ბიჭო ისე. არა, ძალიან და გვიან ვიხდი? გაჭველი ვარ მე ხო. აი იმის გარდა. ჩვენ მაგას ვყავდავთ ხო? თამაშები გვაქვს პოდკასტზე, რომ უფრო მხიარულად ჩავატაროთ საღამო. მაგრამ თამაშს აქვს ერთი პლუსი, ძალიან დიდი პლუსი, რომ ვსვამთ, არასწორ პასუხზე ყველანი ვსვამთ. ასე რომ გიორგი, მე მინდა რომ შენთვის გადმოიღო პირველ რიგში სასმელი, რომელს დალევ და ჩვენ სტუმარს შევეკითხები, რომელი გირჩენია. გვაქვს ალკოსფეროს მიერ შემოთავაზებული არაჩვეულებრივი ვისკი, რომი და ტეკილა, რომელი გესიამოვნება უფრო? ტეკილა. მეც ტეკილას მივირთმევ გიორგი, ამ ტეკილის შეძენა შეგიძლია ალკოსფეროს ნებისმიერ ფილიალში და უკვე 16 ფილიალით არის წარმოდგენილი ალკოსფერო სრულიად საქართველოს მასშტაბით და ვიზარდებით და ვითარდებით ალბათ. წელს კიდე ბევრი გაიხსნება ძალიან. კი ბატონო. აუ სასმელზე მაქვს ერთი ისტორია რა. ყავს ერთი ლოთი მოსწავლე. რომელმაც ჩემ თვალწინ 20,000 ლარის ვისკები და რაღაც სასმელები, აი ეს ჩემ თვალწინ დააურდა რა. 20,000-ის რა არ ვიცი, ერთ-ერთი ვისკი რამდენი გამოვიდა? 4,000 რაღაცა ლარი არის, არ ვიცი. თამაშზე გადავიდეთ, სანამ გიდიახ, გამარჯობოთ ბიჭო. გამარჯობა ჩემო ლამაზო წამყვანო. ახალ წელს გილოცავთ. თქვენს გილოცავთ ჩემო ლამაზო წამყვანო. წარმატებები წელი ყოფილიყო. თქვენთვისაც ჩემო ლამაზო წამყვანო. გაიხარეთ. ტოპ 10 არის ფილმები IMDb-ის მიხედვით. მიხედვით IMDb-ის IMDb-ის მიხედვით.
თითო-თითო ჩამოთვლით, ვინც არასწორად იტყვის, იმას სტალებს. შეიძლება ერთი ფილმის ორი ნაწილი იყოს ათეულში, ახლა გაითვალისწინოთ და უნდა დააკონკრეტოთ. Dark Knight იქნება ჩემი top 3-ში უოჭველი. Dark Knight არის მესამე ადგილას, 9 და 1 აქვს IMDb. Okay. მე ახლა გეტყვით პირველ ადგილას არის გაქცევა შოუშენკიდან, მადლობა. გაქცევა შოუშენკიდან, ჩემო მეგობარო, ცოტნე გოჩოლაიშვილო არის პირველ ადგილას და აქ 9 და 3. მოდიშა მეტი ფილმი არის. Dark Knight-ი იცოდა და გაქცევა შოუშენკიდან. ტიტანიკი. Titanic-ი. და არ არის მეგობრებო. აი რა, Mr. Who. Mr. Who პირველზეა, დასერჩე ძმა. არ არის. მოდი გაგიმაზო, რაზეც კიდე. IMDb-ს. არ დასერჩო ეხა, შენ არ დასერჩო. ერთი წამი. შენ არ დასერჩო. შენ ხვებს ნახავს. კაი, ოკეი, Mr. Who დასერჩე. ბეჭდების ზანებელი, მადლობა გაბუზდა თუ რომელი მახსოვს მეორე ნაწილი უნდა იყოს, ორი კოშკი რო არის, მეორე ნაწილი არის თუ მესამე? დალი ცოტნე დალი. და უნდა ვაფშე და სახელი უნდა თქვათ რა ნაწილის რა. ბეჭდების ბრძანებელი, აი ეს დიდი თვალი რო არის. სხვა ფილმები წავიდეთ მარტივი და ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა. დალია. მარტო მაგის იმებიდან მე გავიქცე. Dark Knight-ის გარდა იქნება ის, Batman-ი, უოჭველი იქნება. უკვე დალიოს ხო? არ უკვე დავლიო? რატო? თქვენ რა საიტინა? წვანემილი. დალია. წვანემილი არ არის? IMDb არის წვანებილი როგორ არ არის? ტოპმენო ყველა ცუდი ხალხია. ჩემს საყვარელ ფილმს, all time ჩემს საყვარელ. შენ ჯერო დალია მეორე. არ არის დალია. ვაიმე, გამახსენდა. შენი საყვარელი ფილმი არ არის. Life is beautiful არის. დალია. მოგეუბნები არ არის. გუნდში ორი გაქვს უკვე დასალევი. უნდა დავლიო მე? აუ, ის მარილი მომაწვე. ერთხელ ამერიკაში. არა. ერთხელ ადნა ორი დალია. აუ, რა არის, ბიჭო? ავატარი. დალია. ავატარიც არ არის, შეჩემა. ამან ხო თქვა გაქცევა შოუშენკიდან. ხო. ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა. აუ, აი, 7. დალია. რა არის, ბიჭო? მაგაში არა აქვს, Godfather-ი. რომელი? პირველი. პირველი არის. სამი ვაფშე არა. პირველი არის. მეორე ადგილას 9 და 2 აქვს მეგობრებო გილოსალ. პირველი სამი გამოვიცადე, მოდი მეტი აღარ გვინდა. მან უნდა იყოს ერმალო მაღრაძის ნათლია მეორე. კი ბატონო, მეოთხე ადგილას 9 და 0 აქვს. შეეშალა, რეჟისორი შეეშალა. ინტერსტელარი არ არის? ეს ის მართლა არ დალია, მაგრამ როგორ არის? რა დალია, ბიჭო, მართლა ინტერსტელარი არ არის? ისევ როგორ არა? ბეჭდების ზანებელი, ბეჭდის საძმო. მერვე ადგილას ჩემოცოტნე 8 და 9. მე-10 ადგილზე უნდა გამოვიცნო ეხა მე. თქვი, ჩემი აზრით არის ის რო იყო, რა ქვია, Elephant Man თუ რაღაც ეგ არისო იმაში? არა. თუცა. მე-10 ადგილას რომელი ფილმიც არის, მეგობრებო, არის მე-20 საუკუნის და ნუ საკმაოდ ძველია რა. მე-20 საუკუნის. კიდე კაი დაგოცხადა. ჩემოძმა. და ვინც ვერ გამოიცნობს ისინი სვამენ სამ ჭიქას. აი. მოგებული არ სულს თქო. არა შეიძლება გამოვიწდა რა თქი ვიცოდი საერთოდ. ფილმები. უდიპლომასაც. ვა, რა ახლოზე. კარწაღებულები თუ რაღაც ჟანდაბ. აო! ამაზე გამოგაიგიჯე თავი. აუ რაღაც 76-ს გამოვიდა მეგობრებო ეს. 3 ლოთი და ასკაბანის ტყვე. სამი იუთუბერი არსებობს. მოგლეთ, მოჩა. მოიცა გამომაცნობინეთ რა. ეხა ჩამოგიცვლით. ცისფერების კრუიზი. სამივე რადგან რაღაც გაიწელას ორ-ორს დალებთ და მე ჩამოგიცვლით ეხა ტოპს. პირველ ადგილას, ნუ გაქცევა შოუშენკიდან, მეორე ნათლია, მესამე ბნელი რაინდი, მეოთხე ნათლია 2, მეხუთე 12 განრისხებული მამაკაცი. მეექვსე ბეჭდების ზანებელი. მოიცა, ეგ პორნო არ არის? შეიძლება. ბეჭდების ზანებელი მეფის დაბრუნება, მეშვიდე შინდლერის სია. აუ. მერვე ბეჭდების ზანებელი ბეჭდის საძმო. მეცხრე მაკულატურა და მე-10 არის კარგი ცუდი და ბოროტი. ბიჭო, ეგ ჩემი კარგი $1 მუჭა დოლარისთვის როგორ ბანიშნეთ ბანიშნეთ? არ არის? ახლოს ახარო. ორ-ორი ჭიქა მიიღო. ორი არა 14, აი. იყოს 14, არა ბრუნო. აგებდეს კარგად იყოთ მეგობრებო, დღეს აგერ ფიტნეს ინსტრუქტორი ყავს სტუმრად და ყველას ლოთი? კი. დავამტკიცეთ ჩვენ რომ დალევა არაფერ შუაში არ არის, იმასთან რომ შეგიძლიათ გემრიელად ივარჯიშოთ, დალიოთ და მე გამეოროთ ეს ყველაფერი. მე ამას არ ვეთანხმები. მაგრამ მე მაქვს ესეთი ცხოვრების დევიზი რა. თავი არ უნდა დაისტრესო, ჩემი აზრით პირველ რიგში.
უნდა იკეთო, ხო იკეთო, არ უნდა იკეთო. ახლა დალევა ხო არ თქვი? უნდა იკეთო. ავად იკეთო. და თავი არ დაისტრესო და გეუბნებით, ანუ რაც გინდათ ისაკეთო. თავი იوارჯიშო თუ ხან. უნდა აკეთო ის რაც გინდა, ოღონდ ზომის ფარგლებში. თავარი პრობლემა არის ჩვენი, რომ არ ვიცით ზომა. ხო. დამეთახება აგეცოტნე, ყველაფერი შეგვიძლია მივიღოთ ზომის ფარგლებში, თან ჩვენი ჭია გავიხაროთ და თან ჩვენ ჯანმრთელობას სარვავნოთ. ხო და მე ვარ ჰიბრიდ ინსტრუქტორი. ანუ დალევას არ გწალავ შენ მე რამდენადაც ხვდები. იმიტომ რომ არაფერს არ გუზავ საერთოდ არაფერს არ გუზავ შემოსწავლას. აი ეს პირველი შეცდომა რომ მოსწავლეებს და მე სტრესავენ რა პირდაპირ რომ რაღაცა არ ჭამო 6-ის მერე. აი ეს არის ნახეთ თუ გადაიხდით მეტს Prime Fitness ტრენერი მოვა და გაჭმევთ ყველაფერს, რასაც გინდათ და თან გავარჯიშებთ. აი გადაიხდით ცოტას, გაგიკრძალავენ ჭამას, არ შეიძლება აი. ამასაცებიც არის. კი ბატონო. არა, მე მგონია რომ მეც აი შეხედულება მაქვს რომ თუ მაგალითად რაღაც ისეთი დღე მქონდა, მაგალითად რომ კარგად ვიყვებე, კარგად დავლიე ან რაღაცა, მე რამოდენიმე დღე ან რაღაც უბრალოდ შედარებით ინტენსიურად ვარჯიშობ, ინტენსიური ის მაქვს. შენ გეტყობა რომ ვარჯიშობ. ისე არ მიყვარს მე. შენ ცოტა. დაკლებული გაქვს საკმაოდ. ვარჯიშობ. მარტო. მეზარება. კაი, დავლიოთ, მოდი. მე ვარჯიშს არ გამარჯოს. ჯანსაღ ცხოვრებას გამარჯოს ჩვენი პოდკასტიდან. ძალიან კარგი რაღაცები გვაქვს ხოლმე ჩვენ ვათამაშებთ ხოლმე რაც შენ გადმოვიცა წეღან ჩიპსების და ლუდისას და ბავარიის კომბინირებული წინა გადაცემაში კომენტარების ავტორებსაც გავუგზავნით იგივეს ან მოვლენა წაიღებენ როგორც არის ხოლმე ეხლა წავიკითხავ გამარჯვებულ კომენტარებს კითხვა დავსვი წინაზე რა გინდა არ დაგებედოს იმიტომ რომ ბედობას დაიდო ის ვიდეო ესეთი გამარჯვებული არის პირველი ძალიან ბევრი რამე არ მინდა მაგრამ სესხი არ მინდა დამებედოს 25 გავივსე ვალებით ანუ და ეს სხვათა შორის მინდა გამოვტყდა ეს არის ჩემი ფეიქი გაუნთი მე რომ მოვედი სანამ გადაცემა დაიწყებოდა ძალიან ბევრი ვილაპარაკე დღეს ჩემ ერთ-ერთ ბანკში ვიზიტზე სესხი არის სტიმული ერთ-ერთი რომ ცხოვრება გააგრძელო და არ გაჩერდე იმიტომ რომ თუ გაჩერდები დედა მოგდებათ სხვა გზა არ გაქვს რა სესხი რო გაქვს რაღაც ვალდებულება ბანკში მე სხვანაირად ვიძახი თავარი გჯეროდეს ეგეც თქვენი რომელიმე ბანკი რო იყოს სპონსორი ვითხოვდი სხვა დევის მაგრამ ეხა არ ვიცი გაჩერდი რაც გინდა ისაკეთ თავარი გჯეროდეს და მე არ მინდა მუშაობა დამებედოს და არ წავედი სამსახურში აუ ამუშავებდნენ უეჭველი შეჭება და ეს ჩემი ფეიქ აკაუნტია შეჭება ორში და დაწერეს პირველში დაწერეს ბიჭებმა რომ ისე რომ წარმატებულ სამზე შევიკრიბოთო და მე რო გამომრჩა ყავრა კუდუტლეგია წარმატებული წელი გქონდათ მეგობრებო ესე ასევე ნათელიკომ მოგვილოცა არა ნახე თან არც ერთმა არ დამირეკა შეჭება არ მოვდივარ სამუშაოდ დარეკე და იქნება გამიტანა მანქანამ შეჭება ჩვენ აქენთ ბედობას ვაგდივარ და ჩვენ ვიმუშავეთ და დანარჩენმა მე ვერ ვიმუშავ ყველამ ცოტნეს გარდა იმიტომ რომ ცოტნემ დალია და დაიწია ძალიან ბევრი რაღაცა რაც არ გინდა რომ დაგებედოს ადამიანს მაგრამ უკვე საშინელი ავარია დაგვებედა ოჯახს ბოლოს სიცილის მაილი מחარებს ახლა თვალი რომ მოუკარეთ. ყველა კარგად დაჯანმრთელდა, რაც თავარია, თქვენ გისურვებთ კარგად ყოფნას. ეს ყველაფერი უბრალოდ გულით რაც მინდოდა მესურვებინა. გქვენთვის. წარმატებებს გისურვებთ. ერთ-ერთი საუკეთესო სტუმარიყო ვიხალისე. შენზე ამ მომავალში შენზე თქვას. მომავალში ვარ. აკაკი, რავი, ძალიან კაი. ავარიაც ძალიან კაი ავარია, კაია? ზატო ისეთი ავარია იყო, რომ ჯანმრთელად თუ რამე იყო და რაღაც ჯანმრთელობა. მანქანას ყველაფერი ეშველება და თავარია რომ ყველანი კარგად ხარ. შეესწია მაგის დედაც. ვაფშე 4 ბორბალზე რაც დადის ყველაფერი მაგარი არის. მე არ მინდა დამებედოს მოტორის დასტუკვა. მოტორი არის სტუკება. დავიღალე 3 მოტორი დავასტუკე. დავსტუკე.ისტუკება გულის. წარმატებები ყველაფერი კაი ყველას. 3 მოტორი როგორ მოახერხე რომ 3 მოტორი? ჩემი ასე შენი პრობლემა.
რავი, შიფსები რამდენად გიშვენის მანდ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ სამი მატორი წავიკითხო და წელს არ მინდა რომ სახელმწიფო დამებედოს მეზობლად ჩრდილოეთით. მოიცა ამისგან არ გამოვიდა ხო რომელ სახელმწიფოზე ლაპარაკობს არ ვიცი. ბიჭო, წელ არ მომაყოლეთ ეგ რო ვაფშე რა. წელს არ მინდა რომ სახელმწიფო დამებედოს მეზობლად ჩრდილოეთით. ეს ჩვენც არ გვინდა. ჩვენც არ გვინდა. რა მოუყვე ბიჭო, ანუ მთელი ცხოვრება ყველას გონი ვარ თურქი რა და თურქი საერთოდ არავინ არ მყავს. მეზობელიც კი. ვაფშე? არავინ. მამით ვარ ჩერქეზი. ხო. რომელიც ჩერქეზები სხვადასხვა ვინც არიცით ილო ბეროშვილი არის ჩერქეზი დედის მხრიდან. ხო და ანუ ჩერქეზები არიან ანუ ჩრდილოეთ კავკასია, ყაბარდო-ბალკარეთი, ეს ადიღეთი აი ტერიტორია არის და მანდედან 1864-ში მოხდა მაგათ გენოციდი და ოსმანლებმა რაღაცა გადაიყვანეს, გადასახლდნენ იქით რა. ნაწილი რუსეთში დარჩა და ასე შემდეგ და ანუ არც ერთ ჩემ წინაპარს არ აურევია სისხლი თურქთან. ანუ მაგი შემლია უიამაყო რომ ყველანი ანუ მამის მხრიდან არიან ჩერქეზები. უბრალოდ ცხოვრობენ თურქეთში მთელი თავიანთი ის რა. ანუ გადავიდნენ იქ ჩასახლდნენ ხო? ამავდროულად ვარ საქართველოში დაბადებული გაზრდილი, დედით ქართველი, სულით გულით ქართველი. და ჩემი გვარიც კი აქ არის. მაგას გეუბნება რომ აქ არის ბიჭო. აი გეჯე აყვარო. ანუ ხო და ეგ არის რომ ანუ რეალურად არ ვარ თურქი. არაფერი პრობლემა არ მაქვს თურქებთან კაცო, რავი. ვისაც გაქვთ ბიჭო, ქართველებსაც ზოგადად აქ რავი, საქართველოს არასდროს არ ყოფილა ის, რა ქვია. აუ, ქართველები მარტო და რაღაცა ძალიან ბევრი ეროვნების ტიპი იყო აქ რაღაც და ანუ მუღამი ეგ იყო საერთოდ საქართველოს თბილისის რას დაარსდა მე რაღაც რომ ერთად თავს იყრიდა ყველა რაღაც და კარგი ბიჭო, იმიტომ რომ პონტი იყო ხო რა სავაჭრო წერტილიც იყო კაი ქვეყანა იყო მაგისტრის ყოველთვის და ვინც სულ ეს იყო კომენტარები უკაცრავად. ჩემი გვარიც არ არის მაგრამ ძალიან ცოტა ძველი იმით არის მაგრამ არა ხო ყველა წავიკითხეთ. ჩემი გვარის ის ერთ-ერთი ისტორია, რამოდენიმე ისტორია, ერთ-ერთი ისტორია ჩამოსახლებასთან არის დაკავშირებული რა. ხო, საიდან? გუნდიშვილი დავით აღმაშენებლის დროს ყივჩაღების ჩამოყვანა ხო იყო რა, როცა 400.000 ყივჩაღი ჩამოყვანა რაღაცა გუნდურად ჩამოსახლებების პროცესი რო იყო, რაღაც მაკედან მოდიოდა გუნდიშვილი იდეაში რა. ერთ-ერთი ვერსია არის ეგ გუნდიშვილის რა. ხო და სხვათა შორის ეს უბრალოდ ძველი ისაუბრ, მაგრამ დაიცა, ანუ ქართველები მარტო ჩვენ გამოვდივართ? გაჩალიანები ანუ ხო და ის უნდა აღინიშნოს საქართველოში დაბადებული გაზრდილი აი ეს სომხები, აზერბაიჯანელი, ანუ ეს სხვა ეთნიკური ისინი რა. ანუ ქართველები არიან რეალურად. აბა არიან ხა აიძმა ანუ გასაგებია თვითონ თავიანთ ქვეყანაშიც არიღებენ როგორც სომხებს და აზერბაიჯანელებს და თურქებს. თურქები იმდენ და არა, მაინც უფრო ეგორი. ანუ ქართველები არიან. დაბადებული გაზრდილი აქ და მე ძალიან მე პირადად ისე შემო სადაც დაიბადე იქ აურიხარ რა ანუ ჩვეულებრივი პონტი არა აქ დავიბადე ანუ თუ ახლა მიმიც რუსი გამოდის ეგრე არა ხუთაისში დავიბადე სადაც გიყვარს სადაც გიყვარს და სადაც გიხარ იქ აურიხარ უბრალოდ ეგრე აი შენ რო იძახი რაღაცა აქ გავიზარდე აქ და რაღაცა ისო სადაც იძახი სადაც გული მიგიწევს იქიდან ხარ რა ეხლა მე რო წავსულიყავი ახლა ამდენი რაღაც სანამ გააზრებულ ცხოვრებას დავიწყებდი წავსულიყავი სადმე ნებისმიერ ქვეყანაში რავი მაგალითად გერმანია ძალიან მევასება მე უშემოდგა რაღაცა გერმანიაში წავსულიყავი და რაღაც და მე იძახა რომ გერმანელი ვარ ისა მოქალაქეობას მივიღე და გერმანელი ხარ მე აბა რა ჩემი ფეხები ხარ მაგრამ მაგას ვამბობ აქ რო ხარ და აქ რო იძახი რომ ქართველი და გიყვარს და გული შეგტკივა და რაღაც რეალურად ანუ აზრი არა აქვს იმ სიგიჟეებს რა ვაფშე ჩვენ კი ვიცით კაპეთი შეგვაქვს წმინდეს ისხლი ყავს ნათესავები შორეული რუსეთში რომლებიც ანუ ქართულის დავიწყებული აქვთ და რა ვიცი საქართველოში რო კითხო კი ქართველია მაგრამ ნუ აი ნუ საქართველოს ჩამოდიან სამხუში ერთი კვირით ბათუმში ჩავლენ და მოდიან უკან ანუ აი რა ეხლა რამდენი სამ უნდა იძახოს რომ ბებია ბაბუა ყავდა ქართველები ქართველი აღარ არის უნდა მე რატომ აქვს ეს ჩაჭერა მაგაზე რომ არ მსიამოვნებს რომ ეძახიან თურქს ხო ანუ ჩემი მიზეზი მაქვს იმიტომ რომ არაფერი არ ცხია მაგის არა მაგის გარდა რა ნუ ესე რაღაცა როგორ თქვა რა რაღაც კონტენტისთვის გამოვიყენე რამოდენიმეჯერ ეგ თურქული ვიცი იქ მოგდამთავრებული ანუ რამე ჩემი მამის ხარეს თურქეთშია და დედაჩემიც იქ მუშაობს ქართველი. ბავშვობიდან რა ვიცი 11 წელს ვიყავი დედაჩემი რომ ემიგრაციაში წავიდა და იმის მერე თურქეთში არის და ასე შემდეგ რა და მე ადამიანი რომელიც დავჭი საქართველოში იმიტომ რომ გიждები საქართველოზე ისე მიყვარს რა
რომ რამე არც ერთ ქვეყანაში არ ვიცხოვრობდი საქართველოს გარდა. ხო და ვიღაცა ანუ ჩვენთან არის ნახე როგორ რაღაც არის თურქის რო გეძახიან და რო იყენებენ თურქს ტერმინს ანუ ეგ უფრო იყენებენ შეურაცხყოფის გამო და არა იმიტომ რომ აი ხო ხდები ანუ ხო მესმის შე თურქო რო გეუნებიან ანუ რაღაც აი ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე და ასე შემდეგ თურქი არის შეურაცხყოფელი ხო რომ რამე მესმის ეგეც ანუ ხო მაგრამ არ ვარ თურქი რა ხო და მაგაზე გული ის მაგრამ რატო არ ვარ ქართველიც ანუ ქართველს რო გეძახიან ქართველი ძალიან ბევრჯერ შეურაცხყოფელ სიტყვად ბევრ ქვეყანაში ძალიან თან და თურქეთში მაგალითად ერთ-ერთი მაღაზიის თავზე ქართულად იყო წარწერა გაკეთებული ქართველი ვაქვთ ხოთ არ მოიპაროთ ძალიან ბევრგან არის ეგ წარწერა ანუ არის ევროპაში ქართველის არის შეურაცხყოფელი სიტყვა სადღაც ვიღაცისთვის ასევე აქ რაღაცა სამხებზე იმდენ ზღადაობთ ხოლმე რომ ხანდახან შეურაცხყოფელად ვიყენებთ ხოლმე ამ სიტყვას რუსი ვიცით რომ დედამოყლობას ნიშნავს ისედაც და ნაპრობას და ჯობას კიდე რავი სხვა ისე ხო რაღაცები არის რა ვიღაცებს რაღაცა იარლიყები აქვს მიკერებული და იზახი ხო ეგრე რა და ჩვეულებრივ აი ვენესუელაში მაგალითად დაინახეს მინუსი და წავიდა ამერიკა და წამოიღო ეგ მინუსი სხვათა შორის არა უბრალოდ ძალიან გაგუცელა და მაგიტო იქიდან თვალები დავინახე ლამაზ და მადუროს თემას ვეხებით ხო ამაზე შეხვდა მიმი რომ ვაჩვენოთ ამერიკას სად არის ნამდვილად ვენესუელა თუ რაღაც ეგეთი ის იყო რა და საქართველოს იმაზე იყო ეს ვენესუელას დროშა. რო რამე ერთი მადურო ჩვენს ყავს აქ და მე TikTok-ი დამევასა ვიღაცა რომ ის რა საქართველოს დრო უკან საქართველოს ეს და ტრამპი. მადუროს ნაცრისფერი Nike-ის სპორტულები, რომელიც მადუროს დაკავებისას ეცვა ოფიციალურ საიტსა და დიდ მაღაზიებში 24 საათში სრულად გაიყიდა. ვა, კაი ზმანია. რა თქმა უნდა, Nike-ის, იმიტომ რომ მადუროები ეგრე არის ცნობილი. ეს არის მადუროები. ხო კი, მადუროები Nike-მა გამოუშვა მადუროები და არ ღირდა სხვათა ძვირი ძალიან კაი ფასი. ნახოს ნახე რომ და შეიძლება ანუ მადუროს გარეთ განსხვავდება დღეს. ანუ ჩვენი მადურო ჩვენს ყავს ერთი აქ. ყურსასმენების უკეთია საქმეები და მოდი დაიჭირე ეს ყურსასმენები და სათვალე მე ძალიან მომეწონა კასპის განცხადება ბრავო კასპა ისე მეც მოინტერესებს დაგმო კასპა არა მაგრამ ოსეთის იმან დათმო დაგმო რომ ჩვენ ვეცი დააბდეგებით ძალადობას და რაღაც ასე კაცი დაგმეს ამერიკის ქმედება რომელიც ჩემი აზრით ძალიან კარგი იყო და ვინმე სტრაკი თუ აქ ამის რომ ყველა ესეთი ადამიანი Nike სპორტულებით განსაკუთრებით მოიტაცონ და SARS-ზე წამოაგონ მეც ნამდვილად საერთოდ არ ვარ მადლობა ბატონ ტრამპს ან ტიპებმა 2 საათ ნახევარში საწოლიდან წამოაგდეს ეს ჩვენი მადურო და გააქრეს ჩემი აზრით ძალიან კარგი სპორტულები ეცვა მაგის თაობაზე რასაც იმსახურებს და ძალიან კარგად გამოიყურებოდა იმიტომ რომ დიდი დილდო ელექტროშოკი ყავს ძალიან ბევრი რაღაც მომიგდა თავში ხოჭი ძალიან გავერთობოდი ცოტა ხანო მომიგდა ჭირთი ის შეჩემა რა ქვია ზბანების შოვნა კაი ზოგადად ეგეთი ტიპები არის იცი რამე ადგილი ეს მაგრამ კიდე ხავს დიქტატორი რომელსაც რაცაც უა უხდება აი მაგარი პიტალოები არ არიან აი არა იმას შეჩემა კი ჩემი მაგარი კაცია რა სიცხიც მაგაზმაზია სულ ანახი გაქვს ზბანებით არის შეჩ შავებში და თმაგდესლა და ხა ზამთარში რო დუბლიონკი და კაი ხო ყველაზე გადაობა ინფორმაცია საბოლოო ჯამში ის იყო რომ ეს პრეზიდენტი რომ მოიპარეს გაიყვანეს რაც თვითაღიარებული დონი პრეზიდენტი ამერიკელი ლიბერალები თვითაღიარებული ხო ნუ არჩევნები გაყალბებული აქვს რამდენჯერმე ამერიკელი ლიბერალები ყალბდება არჩევნები მე არ ვიცი აი ამერიკელი ლიბერალები აწყდნენ რომ რას როგორ შეიძლებაო სხვისი ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევაო თქვენ გადახსირებულო ტრამპო შენაო და ვენესუელაში ლიბერალები და მთელი ვენესუელა ზეიმობს მადლობა ხო გააჯმევიდეს ეს არის ვენესუელა ხო და ნიუ-იორკში სადაც სასამართლოში ტარდება ამ ჩემაალასი აუ მან ცალკე პიზდეცია ეგ ცალკე გადაობაა რომ დღეს იყო სასამართლოს ხდომა და ადვოკატი ითხოვს გირაუთი გამოუშვა და სად
უკა ბიჭო, ადმინახავს. გამოუშვალ ხო და იგივე. ჩერეს მუსიკა გადაიბარა ეგეს თუ იორგ მე მეგონა რომ რავი სადღაც გზაში პროსტა ტყვიას ესროდნენ დააგდები სო რაღაცა ეგეთი მოხდებოდა რეალურად საერთაშორისო სამართლებრივად არის ძალიან საშინელება რაც მოხდა რა მაგრამ ტრამპმა აიღო ჯერ საერთაშორისო სამართალი ამოისვა ტრამპში მე გააკეთა ისეთი რაღაცა რამაც გაახარა მთელი ერი ანუ ერთი პატარა ერი გაახარა ოღონდ რადონეზე წარმოიდგინე. თამაში უნდა გათამაშოთ. ახალი თამაში. კიდე შემდეგი თამაში უნდა გათამაშოთ. განდუროზე შეიძლება ორი სიტყვა თქვა. ისე მართალია თუ ტყუილია თამაში თქვენთვის უკვე ცნობილი და მაუჭენი აყურებლების მეგობრებო. მე ჩამოვთვლით იაპონურ სატელევიზიო თამაშებს და თქვენ უნდა გამოიცნოთ ეს მართალია თუ ტყუილია. როგორც იაპონურ სატელევიზიო თამაში. ხოცა. ფევიც მე შევაჩვენო გავაგზავნე. პირველი გადაცემას ქვია ორგაზმის ომები. დილდოებზე ხდებიან, ეროტიკულ სცენებს უყურებენ და არ უნდა აღიგზნოს ხალი თორე მაგებს რა. თან სავსე აუდიტორია უყურებს, ანუ ხალხი ზის და უყურებს. აი, ისეთი ყლება არ უნდა სიმართლე იქნება. მაინც ვინც მაზავს სვავს? ხო. იეი, მაშინ იყოს არა. 1 2 3 მაგათ ისეთი შიგა აქვთ რომ მართალია, პორჭახ ბიჭო, მე გამოყვები წეღარო. მე ნანაში გააქვთ იაპონიაში. მე ნანახი მაქვს, მაგრამ დილდოებზე კი არ ხდებიან. ცოტა სხვა ვიბრატორებზე. შე რატო გქნა? ჰა? ბიჭო, TikTok-ზე აგდებს ხოლმე. რატო მიგდე? TikTok-ზე როგორ ალგორითმი ზოგადად რასაც უყურებ, ხო ის მე დანზული გაქვს. კაი, შემდეგი მეგობრო, გილოსოთ პირველი რო გავუწეთ მართლა. ადამიანი ტეტრისი ასე ქვია გადაცემას. ადამიანების გუნდი დგას, რაღაცა ობიექტი მოდის და ზუსტად უნდა ჩავიდნენ იმ ობიექტში. 1 2 3 ადამიანი ტეტრისია, აიარსები თუ არსებობს. ეს ეს ფორმებს რო იღებენ ხოლმე რომ გაგაწუხო იმ გადაცემის სახელი არის ასეთი გამოიცანი ქმარის ასკესო ორგანოთი ცოლმა უნდა გამოიცნოს რომელია მისი ქმარი შეხებით რა ასე ხალხი გასა ესე მოაზრახათ რა 1 2 3 ბეკასო ხوارა ბიჭო მაგარი ანუ ხუის კიდე ხერს და ქმარი იქ არის? ეზო კიდია. არ და იაპონია მე ძალიან მიყვარს. ნა რაღაცა ფეიქ პორნო ის გაიქნება შეჭე. არა, მართალია დამილიკე ხო? აი, შემდეგ ჩამიგდე ვიდეო. გადაცემის სახელია განავალია თუ შოკოლადი. ობიექტები უნდა გამოიცნო განავალია თუ შოკოლადი, თუ ამ უფრო შოკოლადია, ჭამ და ანუ შეიძლება განავალი იყოს რა. ხო, 2 3 აუ არ ვიცი, განავალს თუ შეჭამენ და ავწლიეს. აი, განავალს რავი, ვერ მიამსგავსებ. გოთ არასწორი იყო ეს ამ. შემდეგი მეოთხე ბარემ უცბად. სუნით უნდა მიხვდნენ ადამიანის ასაკს, აი ესეთი ისა. გადაცემა, სუნით უნდა მიხვდნენ ადამიანის ასაკს. ოღონდ სხვადასხვა კატეგორიებია რა, სხვადასხვა ადგილს უნავენ ადამიანს და წინასწარ ვისაც მოუწევთ რა. მაგალითად შეიძლება თქვან რომ ახლა ტრაქში სუნავ და მოუწიოთ 85 წლის მოხუცი ან 22 წლის ტოპ მოდელი გოგო ან 5 წლის ბავშვი. ეგეთი რაღაცები ხდება. 1 2 3 თქვენ ნორმა დალიეთ ეს პასუხი რა თქმა უნდა. არასწორია ცოტნე. ბიჭო, მობისმინე ერთი წამი ბებერ ქალს და ბებერ იმას ახალგაზრდა სხვადასხვა სუნი აქვს. ხო, მაგრამ ეს გადაცემა რა. ანუ შენ შეგვიძლია დაიწყო ეგეთი შოუ თამამად. ესე დავიწყოთ. გინდა შემდეგ გადაცემა იყოს? გადაცემის სახელია მახინჯი ადამიანების გალამაზების შოუ. ქართული. 1 2 3 თქო ამჯერად ჩვენ წააგე ეს აა ძალიან ბანალურად ჟღერდა შეშ. ხო და რავი ახლა. ნანახი მაქვს და მარტივი შოუა. აი გაკაციხო შეშე. ხო, არა, ძალიან ისე ჟღერდა რა. შემდეგი გადაცემა არის ასეთი, ვინ უფრო მეტ ოფლს დაღვრის, ოღონდ სხვადასხვა აქტივობებში რა. ოღონდ აგროვებენ ოფლს. მართალი მგონია. 2 3 და 3 ვესავთ, მაგრამ ეს არასწორია და ლალი ხო ჩანს. აუ არ და მაგარი გადაცემა. ო, ტეტრისზე ახალი გადაცემა იყოდება. დაღვარე ოფლი. დაღვარე ოფლი. სხვადასხვა იმაზე აქტივობებზე ვინ უფრო მეტ ოფლს ბოლო დაღვრის. ჭიქები და. ამარა უნდა დაღვაროს ჭიჭი. ამა რა უფრო დაღვაროს. მე ვიცი რაღაც გავუშვებ ამას ოფლის დასავლეთ. ამ თემის მე შრომას გაუმარჯოს. ოფლის ზღვის გაუმარჯოს. რა გუნდი შაებო. ტეკილა აღარ დაგვრჩა და აბა ალკოსფერო. ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც ოფლის ყურა უფასდება. გადაცემის სახელია უემოციო შოუ.
გიყავენ, გიღუტუნებენ, წვავენ და არაფერი არ უნდა შეგიტყოს, მათ შორის შეიძლება ფეხებს ვიღოთ. ამოგართხან და არ უნდა შეგიტყოს რა. თორე დაგებ. 1 2 3 ბეკა დალია, ესე პასიკია. აი რა არის ბიჭო. ნამდვილი ყოფილი. ეს არის ნამდვილი განაცხადა. დიალოგ მე შემიშალა მაფუტეთ ბიჭო. კიდევ იმაზე რომ მაგარი გავთ მაგათ რა. აღარ არის სასმელი უკაცრავად. ერთი ჭიქა გოდი გადაკარგე. ან დავით თუ გაურებთ იმას. გოგოები სასიალოზე უნდა ჩამოსიდნენ და ქვევით ბევრი კაცია, ვისაც დაიცემა იმას, მაგრამ გაყვეს დაიცე. დაიცემა. ისა ტრადიცია ის რომ აი ზღაპარია. აი ეგრე ჯობი თუ სწორ თქვენ დავლიოთ. ბიჭო, აუ ამაზე ხა გადავარა ხარჯეჭო. იატრაკე. ლალი ყურე გრე, რა სალვა მოიგონე ესენი. ვიდეოც არ ანუ აქ რაც მართალია ყველაფერს ვიდეო ლინკები იქნება არწერაში. ყველაფერი დაკლიკულია. ყველაფერს ამომინათებ ვიდეო პოდკასტზე. არა, დამხურავე, ზოგადად არ ვიცი. შემდეგ შოუს ქვია ცხოველების დაჭერის შოუ. სხვადასხვა ცხოველები უნდა დაიჭირონ, სხვადასხვა დაბრკოლებებით, ქათამი, კატა, ძაღლი, ვირთხა, გოჭი, რავი, აქლემი და ასე შემდეგ რა. აუ, ეგეთი ბანალური არ ამგოდია რომ იყოს. ეს პასუხი არის არასწორი, გუნდის დალია. იეი! ეს დამეტანე ის. ხო. ანუ ვიღაცა რო სასრიალოზე რა ხდება ვიღაცას და მე დეითზე უნდა წავიდეს და ის ვიღაცის სწორი რო სუსინჯავს. გოჭი დაიჭერს, როკი იჭერდა ქათამს რა ხედა დაიჭირე რა ბლეად რა. აქლემმა მაგაშია მთელი დამავიდა. მუღამი რომ იაპონიაში ეგეთი დალაგებული და ადამიანური შოუ არ გაკეთდება. ასევე გვექნება გათამაშება. თქვენ შეგიძლიათ რაიმე უცნაური შოუ მოიგონოთ. დაგვიწეროთ კომენტარებში და რომელიც იქნება ჩვენი ფავორიტი, გაეგზავნებათ ზუსტად იგივე სასაჩუქრე ნაკრები, რაც ბეკას გადავეცით დღეს ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები. მე მაგითო გამიკვირდა ის შეჩემა რა ქვია. მადლობა კაი ბიჭები. სულე იყო, კარგი ნამუშევარი იყო ყოჭი. მეორე ნაწილი აუცილებლად იქნება, ლალიმ შეგვიდა, რომ მეორე ნაწილს გამოგიგზავნით აუცილებლად. არ გვინდა ლალი, ხო? არ გინდა. კარგი იყო, გავერთეთ. ხოშიანი იყო. სანამ ბოლოსკენ გადავალთ პირველ რიგში კი არა და მეორე რიგში. ჯერ მინდა რომ მადლობა გადავხადო ჩვენს სპონსორებს, ჩვენს წარმოდგენს ლუდისას, ჩვენს მეგობარ ლუდ ბავარიას და რა თქმა უნდა ალკოსფეროს. ასევე მინდა უთხრა მადლობა ბეკას სტუმრობისთვის. უღრმესი მადლობა, ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა და რა ვიცი, თუ რამის თქმა გინდა ჩვენი მაყურებლებისთვის, გარდა იმისა რომ გამოიწეროთ და ლაიქონ არხი. ჯერ თქვენ სპონსორებს მადლობა რომ გენაცვალეთ. თქვენთან არიან და ასე ვთქვათ ასაფორთებენ თქვენ არხს და გვერდში გიდგანან და იმედი მოვსვათ დიდი ხანი იქნებიან თქვენ მადლობელი. ასევე სხვა სპონსორებსაც მივმართავ რომ კარგი ხალხი არიან და ის კაცმა რა არის მნიშვნელობა. სწორ ადგილას მოხვდებიან თუ შემოვლენ და მადლობა ასევე თქვენ მაყურებლებს და მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ და გისურვებთ ყველაფერ კარგს და წარმატებებს. აიხარე. გაიხარე. ასე მადლობა ბეკა. ოქოხარ. დაიце იყავით მე ესე. თქვენ გიდაც. აბა ჰო მომავალ შეხვედრამდე და თქვენისი დამდეგ შობას კი არა და უკვე თქვენთვის გაიარა, მაგრამ ჩვენთვის დამდეგია და აბა ვიკეიბოთ ხალხო. Woo!